პირველ დუბლი მეოთხე. მოგესალმებით ყველას, მადლობთ მოგზაურობისათვის. ესე იგი, ახლა რასთან დაკავშირებით შეკრიბეთ აქ ტექსტი შეგაწყვეტეთ. გვინდა გავაკეთოთ ახალი განცხადება და გაცნოთ ახალი ამბავი, ალბათ სამწუხაროდ როგორც ჩვენი მსმენელისათვის, ასევე ჩვენთვისაც ძალიან სამწუხაროა. მოგესალმებით ჩვენ მუშაობთ ჩვენს ახალ ალბომზე, რომლის სახელით ჯერჯერობით არ გვაქვს დაანონსებული, მაგრამ რომელიც გამოვა ივლისის ბოლოს, ამის შემდგომ ჩვენ წავალთ ერთწლიან ტურნეში და ამის შემდგომ ჩვენ გვინდა რომ ცოტა ხანს გავაკეთოთ შეგულება და დავიშალოთ. ესე იგი საკმაოდ სამწუხაროა ეს ამბავი ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან გადავიღალეთ. ასევე ჩვენ არ შევწყვეტ ჩვენს აქტიურ მუსიკალურ კარიერას და მოღვაწეობას, გავაგრძელებთ ცალ-ცალკე სოლო პროექტებს. მინდა გითხრათ, რომ მოვაპირება ახალი ალბომის ჩაწერას უკვე სექტემბრისათვის, უკვე სოლო პროექტით, ასევე ბატონი ალეკოც გეგმავს, რომ შეუერთდეს ჯგუფ თვანე პორტოხალს და ეს ახალი ჯგუფია, დიახ, შემდგომ კითხვები შემდგომ რა. ხალხთან მოვიდა ახლა და მინდა მოდიდის გასი. მინდა გიხართ რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით, რა თქმა უნდა, შეგულება იქნება მაქსიმუმ ალბათ წელიწად ნახევრიანი, როცა უკვე სწავლას დავიწყებთ და იმედია საფრთხეს ვიშონით. უკვე თბილისში გავაკეთებთ ჩვენ სარეპეტიციოს, იქნება ალბათ ოთახიანი ბინაც. და უფრო ახალი ძალებით დავიწყებთ რეპეტიციას და ჩემი აზრით ეს შესვენება ხელს გაძლევს თქვენს, რადგან უფრო გემოვნებიანი მუსიკით დავბრუნდებით ჩვენ და იქნება ასევე ჩვენი ახალი მუსიკებიც. რა თქმა უნდა, ზოგადად ვიმუშავებთ, ახლებით ბევრი გვექნება, გავავსებთ სტადიონებს, ფილარმონიასაც. ვაპირებთ პროგრამინგს გქონდეს ტურნე. გვაქვს მოწვევები, ასევე როკ-ინ-რიოდან. ნუ გზის ფულს შევაგროვოთ და ყველაფერი კარგად იქნება, მინდა გითხრათ. ამ ბებია ჩემი დროხები გაყიდით და რა თქმა უნდა, ბებია ჩემი დროხა. მოზვერი გააჩინა ჩვენ დროხამ და მითხარო ტურნესთვისო ისეთი ჩუატე. სასაცილოდ რამე ხედავთ, ბატონო. ოფიციალურ განცხადებას ვაკეთებ. ანეკდოტები შემდგომ მოვხევით, თორემ მეც ახლა მეცინებ. რა თქმა უნდა, ხელმის ელემენტარული, როცა ვლაპარაკობთ, რომ ფულის შემოსავლი გზაზე ელემენტარულ როხა უნდა ისეთ გვიჭერს, რომ როხა უნდა გავყიდოთ, ხო? როხა ის. ის გოჭი სუდად გაგვიხდა და ხოლმე ნუ რა თქმა უნდა, ხოლმე ესე იგი, მინდა დავაბადო. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება, დროხა იქნება, ის რაღაც იქნება, ყველაფერი. ხა დაემატება. ანეკდოტები შემდგომ გთხოვეთ რა. ესე იგი, ეხლა გაქცევა შემდგომ განცხადება. ესე იგი, ჩვენ ასევე წყვეტ კონტრაქტს როგორც ემი ჰარვესთან ევროპაში, ასევე მერკურ რეკორდსთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ ეს არ შეუძლია. თუმცა გვაქვს ახალი მოწევა, ხო? ხო, არა. ესე იგი, არა, დაგლებათ. ესე იგი, მაგრამ ეს არ შეუძლებს ჩვენი ალბომების გამოსვლა და შემდგომ გაყიდვებს ხელს, ესე იგი, ემი და მერკურ რეკორდსი და ასევე GIA რეკორდსი გააგრძელებს ჩვენი ალბომების გაყიდვას. ნუ ყველაზე მეტ დახმარებას GIA რეკორდსი განველით, იმიტომ რომ მან დაგვიდა ჩვენი ფანების აქტიურობა და იტალი ორი წყვილი დრამის ჯოხი, რაც წევა და რა აღარ დამჭირდება ფული შეგროვება ჯოხებისთვის. ის გაკიდო. რავი, ალბათ რავი. თქვენ კითხვა გქონდა. რამე კურიოზი ხოლმე გაიხსენებთ. კურიოზი ძალიან ყოფილა ეს მაგალითად ამ წინა კონცერტისას როცა რეპეტიციობდით და ერთი კომბი გქონდა ჩვენმა დრამერმა გადააწვა. რამდენად სასაცილოა ეს კურიოზი. სატირიალი რომ არ იყოს, არ ვიცით, მაგრამ სასაცილო ის არის რომ გადაარჩით და იმ კომბის ფული არ გადაგვახდევინეს, რა თქმა უნდა ჩვენი არ იყო ის კომბი 2500 ლარი იყო დაახლოებით და გვიწევდა დროხის გაყიდვა ისე ოღონდ. დროხა ხო უფრო ცოტა ტონა იქნებოდა და ცოტა ფული გამოვიდოდა და წაგებაში ვიდებოდა. ესე იგი, მინდა გითხრათ ახალი ამბავი, რომ ჩვენი ბოლო სინგლი, რომელიც გამოვიდა, მიაღწია სუქსესის ჩარტებში პირველ ადგილს, ბაღდადში ჩვენმა ბოლო ალბომმა
საერთო ჯამში დაიკავა მეორე ადგილი ბანგლადეშის ჩარტებში და ბობოყვათის წლის საუკეთესო მუსიკის პრიზით ავიღეთ. ასევე ჩიბათობაზე ერთ-ერთი პირველი სინგლი იყო ჩვენი მუსიკა და რა ვიცი, წარმატებები გვაქვს, მაგრამ თავს ვიყავით პოეტში ტურნეებისაგან, როკამრინგით, რაღაც ტოკიო, ბუდოკანი, როკინგრიო და უფრო სუფსას და ჩიბათს ყიბულსაც უპირატესობას ანიჭებს და რა ვიცი, დაგემშვიდობებით აბა კეთილსურვილებით და დაგიბრუნდებით ძალიან მალე, ერთ-ერთ ახალი ალბომი. მადლობთ ნახვამდის.